ეს იზლია კაქტუსის გენეტიკის საადრეო ჰიბრიდი, რომელიც ლაგოდეხის ზონას განსაკუთრებით მოერგო. ახლა ლაგოდეხში ვართ, სოფელ ჭიაურის მიმდებარედ და მინდა განახო თუ როგორ ვითარდება ეს ჰიბრიდი. ეს გიორგი ბაკაშვილის სიმინდის მეურნეობაა, რომელიც დაახლოებით 230 ჰექტარს მოიცავს, მაგრამ ამ ეტაპზე ერთ-ერთ 100 ჰექტრიან ნაკვეთში ვართ, სადაც ეს ჰიბრიდი არის დათესილი. ეს არის 380 400 ფაუს ვეგეტაციის სიმინდის ჰიბრიდი, რომელიც მსგავსი ფაუს ვეგეტაციის ჰიბრიდებისგან განსხვავებით 1-2 ტონით მეტ მოსავალს იძლევა, რაც გასულმა წელმაც გვაჩვენა, როდესაც მის საშუალო მოსავლიანობა 13 ტონა იყო 1 ჰექტარზე. ამ სიმინდს ახასიათებს სწრაფი ადრეული ზრდა, შევსებული ტარო, რასაც თქვენს თავად ხედავთ, შედარებით მოწითალო ფერის მარცვალი, რაც ქართველი ფერმერებისთვის დამატებითი პლუსია, რადგან ასეთი მარცვალი რიგ შემთხვევებში უფრო მეტად ფასობს. რაც შეეხება ტაროს მახასიათებლებს, ტაროზე გვაქვს 18-20 რიგი, ხოლო რიგში მარცვლების რაოდენობა არის 30-დან 35-მდე. 1000 მარცვლის წონა კი 300-დან 320 გრამამდეა. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ეს არის კაქტუსის გენეტიკის ჰიბრიდი, ეს არის ლიდიას ექსკლუზიური ხაზი, რომელშიც შემავალი ჰიბრიდები არიან წყლის ლიმიტირებული პირობების მიმართ უფრო ამტანი და ასეთ პირობებშიც, გვალვის პირობებშიც იძლევიან თანაბარ სტაბილურ მოსავალს, რაც ფერმერს ერთგვარად სტაბილურობის გარანტიას აძლევს და ასევე ურწყავ პირობებში შესაძლებელია მიიღონ მაღალი და სტაბილური მოსავალი. სწორედ ამიტომ ამ რეგიონისთვის, სადაც ძირითადად ურწყავი ნიადაგებია, ეს ჰიბრიდი განსაკუთრებით კარგი არჩევანია ფერმერებისთვის. მიუხედავად იმისა, რომ ეს ნაკვეთი შედარებით გვიან დაითესა 16 მაისს, რაც ლაგოდეხისთვის დაგვიანებულია, მაგრამ მიუხედავად ამისა, სიმინდმა ძალიან სწრაფად შეძლო გაზრდა, ახასიათებდა სწრაფი ადრეული ზრდა, მიუხედავად შუა პერიოდში კლიმატური სტრესისა, ყვავილობა ძალიან კარგად გადაიტანა და ამ დროისთვის, როგორც თქვენს ხედავთ, თანაბარი მარცვალი, შევსებული ტარო და უკვე ცვილისებრ სიმწიფეშია. რაც შეეხება მოვლა-მოყვანის ტექნოლოგიას, ეს სიმინდი დაითესა ლიტური სწრაფად ხსნადი ფოსფორიანი სასუქით, ტერამილეთი. თესლი დავამუშავეთ ბიოსტიმულატორი რადიფარმით, რამაც უზრუნველყო მცენარის თანაბარი და სწრაფი აღმოცენება. კრიტიკულ ეტაპებზე, როგორიცაა 3-5 ფოთლის ფაზა, ასევე ტაროს ჩასახვის პერიოდში გამოყენებულია ფოთლოვანი კვება, რის საშუალებითაც ჩვენ მივაწოდეთ თავისუფალი ამინომჟავები, ასევე მიკროელემენტები, რომლებიც მას ყველაზე მეტად სჭირდება, როგორიცაა თუთია, მაგნიუმი, მოლიბდენი, ბორი, სპილენძი და ასე შემდეგ. ხოლო ბოლო ეტაპზე ჩატარდა წამლობა ჭიის წინააღმდეგ, რადგან ამ რეგიონში არის ძალიან მაღალი ფონის სიმინდის ხვატარის. ჩვენ გამოვიყენეთ დეტოლის ხაზის დეტოლიემა, რომლის შემცველობაში არის თხევადი ემემაქტი ბენზოატი, რომელსაც საქართველოს ბაზარზე ანალოგი არ ყავთ. ამ პრეპარატების ერთობლიობით, ასეთი მოვლა-მოყვანის ტექნოლოგიითა და რა თქმა უნდა პირველ რიგში ჯიშის გენეტიკური მახასიათებლებიდან გამომდინარე, ჩვენ გასული წლების მსგავსად წელსაც ველოდებით მაღალ და ხარისხიან მოსავალს. გამოიწერეთ აგროფორსის გვერდი, თვალიადევნეთ სიახლეებს, რათა არ გამოგჩეთ იზლის და სხვა ჰიბრიდების შედეგები საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან.